გვეუბნება აქ როგორი სიტუაცია, აბა რა ხდება? რა ხდება შერასაფასებ აქ, აი როგორ არის, აბა რა გვაქვს? სამუშაოები მიმდინარეობს. კი ბატონო. სამუშაოები მიმდინარეობს, აგერა გვაქვს ჩვენ, აგე სამუშაოს მიმდინარეობის ისა. კარგი, იქიდან რა მოდის? იქიდან მოდის სატვირთო მანქანა. რომელსაც აქვს ნარინჯისფერი, აგე? ხო. ანუ საგზაოს მანქანა მოდის. ხო ეგრეა. საგზაოს მანქანა მოდის. ეხლა ეს საგზაოს მანქანები ძალიან ბლატაობენ ხოლმე გზაზე, იმიტომ რომ არიფი მძღოლები ხვდებათ და უთმობენ. საგზაოს მანქანას გზის დათმობა არ ეკუთვნის. ჩვენ მერე ვისწავლით იმ მანქანებს, სპეცმანქანებს, რომელსაც ეკუთვნის გზის დათმობა. ეხლა შენ აქ რას ხედავ, აბა? პირველი ის არის და ნახოთ ერთი, აბა რას ხედავ შენ აქ? რა ხდება? თეთრი მანქანით მიდიხარ შენ, იქიდან მოდის გაქანებული საგზაო. რას გეკითხება? რა სიტუაციაში ვინ უნდა დაუთმოს გზა? რომელმაც პატარა მანქანა თეთრმა. კარგი, რატო უნდა დაუთმოს თეთრმა? იმიტომ რომ აქეთ არის ის რა ქვია, სამუშაო ან სამუშაო ორმოა კი რა. კარგი, გაჩერდი, კარგი გავიგე. აი აქ რა ნიშანი გაქვს აი კუთხეში? ეს რა, აღმართი გაქვს. მან რა გიწერია, ახლა რომ ჩავწერეთ. აღმართი და დაღმართი. რა? აღმართზე როცა ადიხარ, უნდა დაგითმოს ჩამოსულებმა. ანუ პასუხი რომელია სწორი? სულ დაუთმოს გზა. ყვითელ შუქურით აღუჩვენე. ხედავსადა ვართ. ესე იგი, ჩვენ ვთქვით, რომ 99%-ში აღმართზე და დაღმართზე მოძრაობის დროს რა გიწერია? დაღმართზე მოძრავი ყოველთვის უთმობს აღმართზე მოძრავს. ანუ დაღმართი უთმობს აღმართს. დაღმართი უთმობს აღმართს. ეგ არის შვილო სწავლა.